მოგესალმებით კიდევ ერთხელ, მადლობა მინდა გადაგიხადოთ, რომ მობრძანდით დღეს დაინტერესდით რეგიონიდან გვყავს სტუმრები. სანამ დავიწყოთ ლექციას, პატარა ინფორმაცია მინდა მოგაწოდოთ ჩემზე და ამ ორგანიზაციის შესახებ. ვინ ვართ, რას ვაკეთებთ, რა გვაქვს დაგეგმილი, რა გავაკეთეთ აქამდე და ასე შემდეგ. ჩემით რო დავიწყო, მე გიორგი თაყაძე ვარ, ფიზიკოსი ვარ, თესეოს ფიზიკის მიმართულებამ დამთავრებული, ამ ეტაპზე PhD-ზე დოქტორანტურაზე ვსწავლობ, ასევე შვეიცარიაში მაქვს პროგრამული უზრუნველყოფა დამთავრებული და ამ მიმართულებითაც მუშაობ დაახლოებით 7 წელია. ამ ლაბორატორიაშიც მუშაობ, უფროსი სპეციალისტი ვარ და დღევანდელ ლექციაშიც ამ ლაბორატორიის შესახებ და სამყაროს შესახებ ვისაუბრებთ. ეს რაც შეეხება გუნდს, Young Minds. Young Minds ეს არის ევროპის ფიზიკოსთა ასოციაციის წევრი, რომელიც დაახლოებით მეორე წელია რაც ოპერირებს თბილისის და საქართველოს მასშტაბით. ვინაიდან ახლა დღეს ერთ-ერთი ღონისძიება არის Young Minds პარკლებში, ესეთი ტიპის საჯარო ლექციები არის კიდე დაგეგმილი, რომელიც თუ სწორად მახსოვს დეკემბრის ბოლომდე გასტანს. თქვენ ამ ლექციაზე არ ველოდით მართლა ამ ხელა მასშტაბს თუ დაინტერესებულოთ და მოსწავლეები, სკოლები, მასწავლებლები და შესაბამისად ნაკადებად დავყავით. თქვენ უკვე მეორე ნაკადი ხართ, ვინც მობრძანდით და შესაბამისად მეორეები გაიგებთ ამ ლაბორატორიის შესახებ და სამყაროს შესახებ. აქ ვართ გუნდი, ეს არა სრული შემადგენლობით. პირველ წელს გვქონდა საჯარო ლექციები, უშუალოდ ამ გავიცნობით ხალხს, მოსწავლეებს და მასწავლებლებს, სკოლებს, შემდეგ. საჯარო ლექციები ქონდა როგორც მოსწავლეებისთვის, ასევე სტუდენტებისთვის. სტუდენტებს ვეხმარებოდით უნივერსიტეტში მიმდინარე საგნების დაძლევაში, ესე ვთქვათ, ძირითადად იყო მათანალიზი, პროგრამირება, ფიზიკა. ხოლო მეორე წელს უკვე აქტიურად ჩავერთვეთ კომუნიკაციაში. გავაკეთეთ მასშტაბური პროექტი, არ ვიცი თქვენ იყავით თუ არა. მაისში ჩატარდა რობოტიკის და ელექტრონიკის სიმპოზიუმი თბილისის სახელმწიფო სამეცნიერო ბიბლიოთეკაში. იქიდან სამი გამარჯვებული გამოვლინდა, 2 დღის მანძილზე მიმდინარეობდა ეს სიმპოზიუმი. პირველ დღეს იყო პროექტები, რომლებიც მოსწავლეების მიერ იყო უშუალოდ გაკეთებული მენტორების დახმარებით. მე აქედან მეორე დღეს უკვე ქონდა საჯარო ლექციების ციკლი, მოწვეული ყავდა სტუმრები, ერთ-ერთი იყო ბატონი სანდრო ლილუაშვილი, რომელიც კომპანია TNS დამფუძნებელი არის, თავის კომპანიის შესახებ მოგვიყვა. მეორე სტუმარი იყო ბატონი თემურ ნადარეიშვილი, ხშირად გვიტარებს ხოლმე ლექციებს, შეიძლება ნანახი გქონდეთ. ასე YouTube-ზეც დევს მისი ლექციები, მათ შორის კოსმოსურ სხივებზეც და სამყაროზეც საუბრობს ლექციების ფარგლებში, თუმცა ამ სიმპოზიუმის ფარგლებში ისაუბრა კვანტურ მექანიკაზე. კვანტური მექანიკა ყველასთან გამარტივებული ტერმინოლოგიით ახსნა თუ რა იყო კვანტური მექანიკა და ბოლოს მესამე ლექცია ჩავატარე მე თემით როგორ დავიცვათ კიბერშეტევებისაგან თავი. პირველ დღეს რაც შეეხებოდა, როგორც გითხარით, სამი გამარჯვებული ყავდა, პროექტები იყო როგორც smart home-ებზე იყო, smart device-ებზე, ასევე იყო აგრონომიის პროექტები და მსგავსი ტიპის სიმპოზიუმი იგეგმება კიდე წელსაც სწავლობთ გაზაფხულზე ისე და როგორც წინა სიმპოზიუმზე იყო გამარჯვებულები, აქაც ჟიურიმ გამოავლინა გამარჯვებულები, კიდე ყავდა ეს თქო დამხმარე, ვინც დაგვეხმარა ამ სიმპოზიუმის ფარგლებში ჩატარების, ეს იყო თესეო და მათაც ყავდა თავიანთი ფავორიტი გუნდები გამოვლენილი. შესაბამისად ამის შესახებ ინფორმაციას Facebook-ის გვერდზე დავდებთ და ასევე გაიგებთ იმეილები, ვისაც გვაქვთ თქვენ, მოგაწვით ამის შესახებ ინფორმაციას. ეს მოკლედ რაც ჩემს შესახებ და Young Minds შესახებ მოგიყევით, ახლა დავიწყოთ თვითონ სამყაროს შესახებ და რა ვიცით სამყაროს შესახებ ინფორმაციას. კარგი, სანამ დავიწყებთ ამ სამყაროს შესახებ ინფორმაციას, უნდა დავსვათ კითხვა, რა ვიცით სამყაროს შესახებ, ვინა ვართ ადამიანები, საიდან მოვდივართ, სანამ წავიდეთ და ასე შემდეგ. ყოველ ერთ წამში მაგალითად იცოდით თუ არა, რომ დაახლოებით დედამიწას იცემა მეხი ყოველ ერთ წამში. მე ყოველ ერთ წამში დაახლოებით 400 ადამიანი იბადება და დაახლოებით 20-მდე იღუპება. ერთ წამში დაახლოებით 1000-ზე მეტი ვარსკვლავი იბადება და 3000 და იქცევა სუპერნოვა, ზეახალ ვარსკვლავი. 3000 იბადება.
დაახლოებით ანუ ყოველ ერთ წამში მზე მილიონჯერ მეტ ენერგიას გამოიმუშავებს, ვიდრე დედამიწა სჭირდება 1 წლის მანძილზე. და კიდევ ერთ-ერთი ფაქტი არის, რომ ყოველ ერთ წამში 350 პიცის ნაჭერი იჭმება. ეს არის აქ მაგეთი პატარა ვიდეო მომზადებული, სადაც ნათლად არის აღწერილი მასშტაბები, სამყაროს მასშტაბები, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს განზომილებები, ანუ გვაქვს მიკრო, მაკრო და მეგა სამყაროები. იქ მიკროსამყაროში კიდე არის თავისი მასშტაბები, თუმცა აქ ამ მიკრო-მაკროს და მეგაზე მექნება საუბარი, ან მიკროზე რო წავიდეთ. ძალიან დიდი თემა არის და პრინციპში დღეს ამაზე არ ვისაუბრებ. ეს ცოტა ძველი ვიდეო არის, მაგრამ ნათლად ასახავს იმ რეალობას თუ სად ვარ და როგორ მივდივართ. თუ არ ჩანს ეს ცალკე შემიძლია ვიდეოთ გავშალო მთლიან ეკრანზე. როგორ ჯობია. ბატონო, ესა MIT-ის ანუ მასაჩუსეტის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტის მიერ გადაღებული ვიდეო, მე მგონი 5 წლის წინანდელი არის. და ათვა იწყება დედამიწიდან, ანუ ჩვენ ადამიანები ვართ მაკროსამყაროს წარმომადგენლები, ესე ვთქვათ, ანუ სამგანზომილებიანი არსებები და ჩვენ შეგვიძლია დაკვირვება რაღაც ობიექტებზე, ხო? ეხლა აქ ვიდეოდან ნელ-ნელა ავდივართ ზევით, ანუ მეგასამყაროში და შესაბამისად ამ მასშტაბებით იზრდება. აქედან დედამიწას გავწვით უკვე მზის სისტემაში ვართ. აქ არის 10 მილიონი კილომეტრი დაახლოებით უკვე რაც მიმდინარე კადრი არის, მზის სისტემა, მზის სისტემის პლანეტები, თანამგზავრები, ხელოვნური და ასე შემდეგ. აქ გადის ნელ-ნელა აქ უკვე ეს ნებულას მისლეულია, ნებულაზე მე ვისაუბრებ ცოტა დეტალურად. რა არის? ეს უკვე ირმის ნახტომს ხდება ნელა. აქ არის 10,000 სინათლის წელიწადი, ანუ სინათლის წელიწადს შემდგომ ვისაუბრებთ რა არის. აქ უკვე ირმის ნახტომს გავხსნით. ეს ნელა მიდის ზევით, ანუ მაქსიმუმ წერტილამდე ალბათ და დღეს რა მანძილზეცაა ეს თქვა თანამედროვე ტექნოლოგიური გამოყენებით მიღწეული მანძილი იქამდე გვიჩვენებს ეს ვით, ანუ აქ არის 10 მილიარდი სინათლის წელით შეგვიძლია რომ ასე ვთქვათ დავინახოთ რამ პროცესები მიმდინარეობს. ეხლა პირიქით უკან მოდის, ანუ უბრუნდებით დისლოკაციის ადგილს, საიდანაც დაიწყო ათვლის საიდანაც იყო ათვლის წერტილი. და უბრუნდით აქ და ეხლა წავედით პირიქით მიკრო სამყაროში, ანუ პატარა მანძილებზე. ყველა სხეული, ანუ როგორც ვიცით, ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგიიდან შედგება ნაწილაკების მოლეკულებისგან, ატომებისგან და ასე შემდეგ. აქაც შესაბამისად, ანუ არის მცირე ზომის მასშტაბები უკვე. აქ რაღაც DNS-ის ზონამდე ჩავედით, აქ არის 10 ნანომეტრი და ნელა მიდის უკან. დღესდღეობით ყველაზე მცირე ნაწილაკი რაც აღმოჩენილი არის, ეს არის კვარკები, ანუ კვარკების იქითაც არის რაღაცა, მაგრამ არ გვაძლევს დღევანდელი ტექნოლოგიური განვითარება იმის საშუალებას, რომ მაგის ასე ვთქვათ ქვევით ჩავიდეთ. თუმცა როგორც სამყარო ასე ვთქვათ ფართოვდება ყოველდღურად, galaktika ფართოვდება, აქაც ანალოგიურად ანუ რაღაც პროცესები მიმდინარეობს, თუმცა ბოლომდე არაა ჯერ გამოკვლეული. აქედან დავუბრუნდით უკვე საწლის წერტილს. ბატონო, სამყაროს შესწავლის პროცესში დღემდე განვითარდა, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ბევრი პროცესი განვითარა სამყარომ თავისი ზრდას და ევოლუციის მიმდინარეობის დროს. და აქაც რა გვაქვს, ანუ რამდენიმე მეცნიერება გაჩნდა, ძირითადად ეს არის ასტრონომია, ასტროფიზიკა და კოსმოლოგია. ასტრონომია წარმოადგენს მეცნიერებას, რომელიც მიზნად ისახავს ციური სხეულების აღმოჩენას და მათ ფარდობით მოძრაობას ცის თაღურ მხარეს. ეს დაახლოებით დიდი ნაბიჯი მისცა ფარდობითობის თეორიამ, აინშტაინის ფარდობითობის თეორიამ და ასევე ედვინ ჰაბლის აღმოჩენამ. მაგის შემდგომ უკვე განვითარდა ორი ძირითადი დარგი, ესაა ასტროფიზიკა და კოსმოლოგია. ასტროფიზიკა ეს არის ასტრონომიული ობიექტების თვისებების შესწავლა, ხოლო კოსმოლოგია არის სამყაროს ევოლუციის შესახებ მეცნიერება. დღესობით ანუ ამ მეცნიერებების დაყრდნობით შეგვიძლია ვივარაუდოთ სამყაროს მომავალიც, ანუ დღეიდან რაღაც რამდენიმე წლის მერე ასად წავალთ. როგორც ვთქვით, ანუ სამყარო განიცდის ევოლუციას, აქაც ერთი ვიდეო მაქვს,
გაჩვენოთ. აქ უფრო არის შედარებები ზომებზე, ანუ თვითონ მეგა სამყაროში, ანუ სამყაროში რა მასშტაბების არის თოვლი სხეული სხეული. ეხლა აქ არის როგორც პლანეტები, ასევე ვარსკვლავები და სხვა კოსმოსური ობიექტები. ესენი არის ძირითადად ვარსკვლავები იყო ის წინა ისინი. აქედან ეს არის უკვე მერკური, მზის სისტემაში შემავალი პლანეტა ერთ-ერთი. და ხო ეს ზევით მანძილი რო წერი ესენი არის თვითონ ეკვატორის სიგრძეები თუ რამხელა არის. ეს უკვე მარსი. მარსზე სხვათა შორის ანუ აპირებენ თუ სწორად მახსოვს 2032 წელს გამგზავრებას, რომ კოსმოსური ხომალდით დაჯდნენ და შეისწავლონ. თუმცა ახლა მიმდინარეობს ამ მარსის გამოკვლევებით, NASA და SpaceX და სხვა ეს თქვა კოსმოსური კომპანიები აფინანსებენ და აქტიურად არიან ჩართული მარსის გამოკვლევაში. რობოტები არის ახლა Mars rover-ები არის გაგზავნილი და სინჯები მოხდა ასე შემდეგ. ეს საერთოდ მაგალითად კეპლერი, აქა ნეპტუნი, ესეც სისტემაში შემავალი პლანეტა, რომელიც ეკვატორის სიგრძით 50000 კილომეტრი არის. აქ არის ასევე ურანი და ეს მასშტაბები იზრდება და მიდის იქამდე, რომ ჩვენ აღვიქვათ, ანუ ადამიანის გონება მაგიქვას თუ რა მცირე ზომის ვართ დედამიწაზე. აქ თუ სწორად მახსოვს დედამიწამ უკვე ჩაიარა, დედამიწის რადიუსი ებათომ. ეხლა აქ იუპიტერი არის, ეს უკვე რომელსაც 140,000 კილომეტრი არის და ეს არის მზე. ასტრონომია ვისაც გიყვართ, პლანეტა არის მზე თუ ვარსკვლავი? ოჩახ. კარგი. ეს არის, ხო, ეს ამ მზე. უკვე ეხლა აქედან უკვე იდეაში გავედით ჩვენ მზის სისტემის იქით და ანუ მზის სისტემის იქით, რაც იური სხეულებია. ესა ერთ-ერთი ვარსკვლავი არის, ესეც რომელიც ანუ გაცილებით დიდი არის ვიდრე მზე და შესაბამისად მისი დიამეტრის სიგრძეც გაცილებით დიდი არის. ვარსკვლავების ეს თქვათ ეს ნათება და ეს ყველაფერი გამოწვეული არის ვარსკვლავში არსებული თერმობირთვული რეაქციების გამო. შესაბამისად მზეც ვინაიდან ვარსკვლავი არის, ამანდაც მიმდინარეობს თერმობირთვული რეაქციები და რაღაც სხვა პროცესებიც, რთული პროცესები. ეხლა უკვე აქ გაიჭედა? არა. ეს ერთ-ერთი ვარსკვლავი არის. ესენი უკვე გალაქტიკას ცდება, აქ დაახლოებით გავცდებით კიდევაც ჩვენ ირმის ნახტომს. დავინახავთ იქ მერე ნისლეულები არის, სხვადასხვა ტიპის, მაგერზეც გესაუბრებით თუ რა არის. ესეც ერთ-ერთი ვარსკვლავი არის. ეს შავი ვარსკვლავი არის, როგორც არ ჩანს ეკრანზე აქ. შავად არის, ხო, ან მუქი არის, ზუსტად შავი არა, მაგრამ მუქი არის და არ ჩანს უბრალოდ. ეხლა აქედან ეს ვარსკვლავიდან უკვე გავედით, ეს არის უკვე ნებულას ნისლეული, სხვადასხვა ტიპი აქვს ამ ნებულას ნისლეულს, ან ნებულა არის ნისლეული, სადაც ვარსკვლავთან საშორისო გარემოს მკაფიო ნათელი წერტილი არის, რომელშიც შედგება კოსმოსური მტვერი არის, აირები და ასე შემდეგ. სხვადასხვა ტიპები აქვს ნებულას, მაგალითად ესეთი ორიონის ნებულა არის, სხვათა შორის ეს ღამე ხშირად ჩანს ცაზე, თითქმის სულ ჩანს. და ამის დანახვაც შესაძლებელი არის ნებისმიერ განათებული ადგილი სადაც არის იქიდანაც ჩანს. როგორც გითხარით, ან სხვადასხვა ტიპის ფორმები აქვს, მაგალითად ქეთაი ან თვალის კატის თვალის ფორმა აქვს და ქეთაი დაარქვეს ამას. ორიონის ის იყო კიდე, ესა უკვე ჩვენი გალაქტიკა, ფართოდ იმის ნახტომია და ინგლისურად Milky Way-ა. და აქედან უკვე ძალიან ფართო მასშტაბებზე გავედით, უკვე მივდივართ სამყაროს ზომამდე. ეს არის უკვე იდეაში წარმოდგენილი კომპიუტერული მოდელირებით შექმნილი სამყაროს მოდელი, თუმცა ცუდად ჩანს რატომღაც. კარგი, ვინაიდან ახლა ჩვენ კოსმოსზე საუბრობთ, იქ ჩვენ მანძილებს ვერ დავთვლით, მაგალითად კილომეტრებში ან სანტიმეტრებში, იმიტომ რომ
ეს ზომები რო ავიღოთ, ანუ არაპრაქტიკული იქნება დათვლებისთვის, იმიტომ რომ ძალიან დიდ რიცხვებს მივიღებთ. ამისთვის შემოტანილი არის სხვადასხვა კოსმოსური მასშტაბები. მაგალითად, აი როგორც მიწერია არის სინათლის წელიწადი, ასტრონომიული ერთეული და ასე შემდეგ. მაგალითად, სინათლის წელიწადი რა არის? ხო ერთით. სინათლის წელიწადი ეს არის ან წარმოადგენს მანძილს, რომელიც სინათლე გადის 1 წლის მანძილზე კოსმოსში, თანამუდმივი სიჩქარე. ნუ ეს ანუ ვთქვათ განხშირად გამოყენებადი ერთეული, რომელსაც ნუ თითქმის ყველა კოსმოსურ მასშტაბებზე იყენებენ. მაგალითად, აი ყველაზე მზის სისტემაშიც და მზის სისტემის გარეთაც. მაგალითად, ჩვენი მზის სისტემის ეს თქო უახლოესი ვარსკვლავი პროქსიმა კენტავრი, აქ გამოსახული პროქსიმა კენტავრი დაახლოებით 4.25 სინათლის წელიწადით არის დაშორებული მზის სისტემიდან. ვინაიდან ახლა ჩვენ კოსმოსზე ვსაუბრობთ, ირმის ნახტომი ვახსენეთ, პლანეტები და ასე შემდეგ, სანამ მაგებს ამ სიღრმისეულად ჩავღმავდებით, უნდა ვიცოდეთ საიდან გაჩნდა ეს ყველაფერი, ანუ რამ გამოიწვია სამყაროს გაჩენა. ესეთი თეორია არის, ანუ დიდი აფეთქების თეორია ეწოდება მას და მიიჩნევა, რომ სამყარო შეიქმნა დიდი აფეთქების შემდგომ. დაახლოებით 14 მილიარდი წლის წინ მოხდა ეს, აქ ზუსტად 3.77 მილიარდი წელიწადია. და როგორ არის? ანუ რო აფეთქა სამყარო, იქამდე თუ რა იყო სამყარომდე, ამ კითხვის დასმა შეიძლება, მაგრამ პასუხი არის ესეთი, რომ იყო სინგულარობა. ანუ იყო გარემო, სადაც ძალიან დიდი ტემპერატურები, წნევები იყო და რო აფეთქა დიდი Big Bang-ი რომ მოხდა, დიდი აფეთქება რომ მოხდა, ვერ გაუძლო ამ წნევებს ამ სამყარომდან, შემდგომ აფეთქა. აფეთქების დროს ის მასა, რაც ამ მასშტაბებზე იყო, ამ სივრცეში იყო, მიმოიფანტა ყველგან. მე რაღაც პროცესის დროს ევოლუცია განიცადა ამ ყველაფერმა და გაჩნდა პირველი მაგალითად ნაწილაკები. დიდი როლი ამ აფეთქების და ევოლუციის დროს დიდი როლი ითამაშა ბნელმა ენერგიამ და გრავიტაციამ. ბნელი ენერგია რა არის? და ესა მატერია კოსმოსში, რომელიც ფორმირებას უწყობს გალაქტიკებს ერთმანეთთან რომ დაკავშირდნენ და გაჩნდა ძალიან დიდი გრავიტაციული ენერგია. აქ ბნელმა იმაზეც ვსაუბროთ. დაახლოებით 3 მილიარდი წლის შემდგომ ითვლება, რომ სამყარო გახდა გამჭვირვალე. ოღონდ ეს როგორ რაღაცა არის, რომ პირდაპირ მნიშვნელობით არაა გამჭვირვალე, იმიტომ რომ მაშინ შეიქმნა ზუსტად პირველი ფაქტობრივად კოსმოსური ობიექტები, ვარსკვლავები და ელემენტარული ნაწილაკები. შემდგომ 5 მილიარდი წლის მერე უკვე შეიქმნა პირველი პლანეტა და ეს ევოლუციურად და ისტორიით მიყვებით თითოეულ რაღაც წელს თავისი კოსმოსური ობიექტის მნიშვნელობა გააჩნია. ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ კოსმოსზე, უნდა ვახსენოთ მზის სისტემას, სადაც ჩვენ ვიმყოფებით. რა გვაქვს მზის სისტემაში შემავალი პლანეტები, ესენია მერკური, ვენერა, დედამიწა და ასე შემდეგ. გვაქვს რომ არის 3 ჯუჯა პლანეტა და თავისი თანამგზავრები და საერთო რაოდენობაში 8 პლანეტა არის. აქ ზომაც მაქვს მითხრებული, მაგალითად რა არის მანძილი დედამიწიდან პლუტონამდე, ესა 5 სინათლის წელიწადი. ჩვენი მზის სისტემა მოთავსებული არის გალაქტიკაში, სადაც ჩვენ ვიმყოფებით, ირმის ნახტომში. ქართულად ირმის ნახტომი ქვია ამას, ინგლისურად Milky Way არის მზიანი გზა. აქ რა არის, რომ გალაქტიკა არის ეს, ირმის ნახტომი, როგორც გითხარით, და გალაქტიკა არის სხვადასხვა ვარსკვლავების ნაკრებები, მილიარდობით ვარსკვლავების ჯგუფს წარმოადგენს ესენი. მის შემადგენლობაში არის როგორც გაზები, ნისლეული, კოსმოსური მტვერი და ასე შემდეგ. სამყაროში ირმის ნახტომის გარდა კიდე ძალიან ბევრი გალაქტიკა არის, ყოველდღიურად ფაქტობრივად ფართოვდება სამყარო აჩქარებით. და როგორც დასაწყისში ვახსენე, რომ ყოველ ერთ წამში რაღაცა მოვლენა ხდება, აქაც ანალოგიურად, რომ გაფართოების დროს
შესაძლებელია რომ რაღაცა galaktika ჩაქრეს და შექმნას ახალი და განიცადოს იმან თავისი ევოლუცია. როგორც გითხარით, ანუ რაც ამ მეცნიერების კოსმოლოგიის მიხედვით, ან როგორც გითხარით, ამ სამყაროს მომავლის დადგენა არის შესაძლებელი. აქაც ნუ ირმის ნახტომის ეს თქო ისტორიული რიცხვიც არის დაფიქსირებული, თუ როდის შეიძლება რომ შეწყვიტოს არსებობა. დაახლოებით ანუ ჩვენთან მზის სისტემა ირმის ნახტომში დაახლოებით 10-მდე მილიარდი ვარსკვლავი არის, რაც გვაძლევს საშუალებას, რომ გავამთვალოთ ამ რაოდენობის მიხედვით მისი ასაკის მნიშვნელობა. ზოგადად ანუ galaktikები არის რამდენიმე ფორმის, ნუ ეს ჩვენი ირმის ნახტომი არის სპირალური ფორმის, ასევე არსებობს უფორმო და ელიფსური ფორმის galaktikები. როგორც ნუ ერთ-ერთი ასე ვთქვათ ძველი არის ჩვენი ირმის ნახტომი, რომელიც ანუ დიდი აფეთქების შემდგომ გაჩნდა და ნუ პირველი ვარსკვლავთა ჯგუფები ერთად ქმნიდნენ ამ ყველაფერს. ნუ რაც სავარაუდო არის, ნუ რაც ახლა ნუ ეს ვარსკვლავთა ჯგუფები რო შეიქმნა მაშინ, ეხლა ფაქტობრივად ამ სამყაროს ცენტრს წარმოადგენს ეს ყველაფერი. და ეს ნუ ეს კოსმოსური მოვლენებიც ანუ საუკუნეებისგან მილიარდობით წლის პროცესის მანძილზე მიმდინარეობდა და ერთ-ერთი ყველაზე დიდი ვარსკვლავი ასაკის მიხედვით არის მზის მასში ირმის ნახტომში 13 მილიარდი წლის არის. ჩვენთან ანუ თუ როგორც გითხარით ანუ ორიონი ჩანს მეთქი ყოველდღე ღამით, ასევე შეგვიძლია რომ დავინახოთ სხვა ობიექტებიც, მაგალითად ნუ პლანეტებიც ჩანს ხოლმე, მაგალითად რამდენიმე დღის უკან ზესთან თუ ზესთან კი არის თვალესთან თუ დააკვირდებოდით, იყო იუპიტერი იყო, კი ბატონო, და შესაძლებელია როგორც ანუ ტელესკოპით ან ბინოკლით დაფიქსირება, ნუ თვალითაც ასე თუ ისე ჩანს. თუმცა თუ გვინდა რომ უფრო ეს ვთქვათ კაფიო ამოსახულება და ამ კაფიო სურათი მივიღოთ, ამისთვის საჭირო არის რომ ანუ გავიდეთ ისეთ ადგილას, სადაც ნაკლებად არის დაბინძურებული ხელოვნური განათებით ცა. აი ესენი არის ჩანს თუ არა კარგად, ჩემი ერთ გადაღებული სურათები არის. ეხლა მაგალითად პირველი არის დაახლოებით ბაკურიანის მხარესაა გადაღებული, ეს ესეც ზუსტად არ მახსოვს მეორე სადავარ და ფარავნის ტბაზე გადაღებული. აქ როგორ ხდება რომ სპეციალური რუკები არის მაგისთვის. აი ეს რუკა არის ესეთი. ეს ამას ქვია ინგლისურად light pollution map-ი არის, ანუ სინათლის დაბინძურებისთვის გამოყენებული რუკა და აქ ჩაბნელებული ადგილები სადაც ჩანს, ეგ ადგილები არის ყველაზე კარგი იმისთვის, რომ ასე ვთქვათ ასტროფოტო გადავიღოთ. მაგისთვის ნუ ორიოდე სიტყვას გეტყვით, ვინაიდან ახლა ფოტოებზე საუბრობთ, გვჭირდება სარკული კამერა გვინდა, შტატივი გვინდა და ვეცადოთ რომ ან თვარეც არ იყოს კაფიოდ განათებული, ანუ სასუნ თვარის დროს ფაქტობრივად ვერ გადავიღებთ ვერაფერს. ასევე ნუ მობილურითაც შეგიძლიათ გადაღება, თუმცა ნუ ყველა ტელეფონს არ აქვს მაგის მხარდაჭერა. ხო. ევატონ, მოდი ახლა გადავიდეთ ანუ კოსმოსურ სხივებზე, რა არის, როგორ მოქმედებს და ასე შემდეგ. ანუ ფაქტობრივად ჩვენ ყოველდღიურად გვაქვს შეხება კოსმოსთან და ეხლაც გვაქვს შეხება და ეს რაში გამოიხატება. გამოიხატება იმაში, რომ თუნდაც მზიდან მოსული სინათლე მოდის აქ. სინათლე რა არის? ეს ანუ კვანტები არის, თვითონ ანუ სინათლის გადამტან ნაწილად კვანტები ქვია და რა ხდება ამ დროს? ანუ ხედავთ რომ როგორ ხედავთ ჩვენ ერთმანეთს ახლა რეალურად ანარეკლი არის ამ კვანტების, ხო? ანალოგიურად ხდება ანუ კოსმოსურ სხივებზეც, უბრალოდ ჩვენ ამას ვერ გძნობთ და ვერ ვიგებთ, ესე ვთქვათ, შეხებით და ხედით. ნუ ყოველდღიურად დიდი რაოდენობის კოსმოსური სხივები ეცემა დედამიწას, ატმოსფეროში დედამიწას ნუ ყველა მიცით გააჩნია თავისი ატმოსფერო, სადაც ნუ გადის იონიზაციას. ნუ კოსმოსური სხივები ურთიერთქმედებენ როგორც ვთქვით, ანუ და ატმოსფეროსთან და წარმოქმნიან იონებს და სხვა მეორად ნაწილაკებს. ნუ ამ მეორე ნაწილაკებს შეუძლიათ როლი შეასრულონ
ღრუბლების ფორმირებაში, ანუ ფაქტობრივად დედამიწის კლიმატზეც კი მოქმედებს ეს ყველაფერი. აი მაგალითად გაგვიგია რომ მზეზე მოხდა აფეთქება და ან ადამიანზე მოქმედა ჯანმრთელობაზე, ან რაღაც ნავიგაციული სისტემა აურია, ან რაღაც. ესეც ერთ-ერთი გამოვლენა არის კოსმოსურ სხივებს, თუნდაც აი მზის აქტივობას, კოლონალური მასის ამოფრქვევას და ასე შემდეგ. საერთო ტერმინში რომ მოვაქციოთ, ამას ქვია კოსმოსური კლიმატი. და ესეთი ყველაზე მნიშვნელოვანი გზაა, რომელსაც ეს კოსმოსური სხივები გავლენა ხდება ამ კლიმატზე, არის მათი ღრუბლების ფორმირება, ანუ ღრუბლის ფორმირება თუ შეეცვალა, უკვე კოსმოსური სხივების გავლენა არის ეს. ну, აქ შეიძლება იყოს CCN, ანუ CCN ეს არის ღრუბლის კონდენსაციის ბირთვები, ესეთი ტერმინით არის, აქ ორიოდე სიტყვას გეტყვით ამის შესახებ. ანუ ეს CCN არის ნაწილაკები, რომელთა ირგვლივ წყლის ორთქლი შეიძლება კონდენსირებული იყოს ღრუბლის წარმოქმნით. როდესაც ატმოსფეროში მეტი არის CCN, უფრო მეტი ღრუბლის წარმოქმნა არის ამით შესაძლებელი. ამას შეიძლება გამოიწვიოს, ასე ვთქვათ, გაგრილების ეფექტიც, რადგან ღრუბლები ირეკლამენ მზის შუქს კოსმოსში. აქაც დაახლოებით ილუსტრაცია როგორც ამოცემული ეგეთი სტილისაა. ну, კოსმოსურ სხივებს ასევე შეუძლიათ აი მეორე მხარეს რო არის გავლენა მოახდინა როგორც ვთქვით კლიმატზე დედამიწის და გეომაგნიტურ ველზეც იმოქმედონ. ну, როდესაც ანუ კოსმოსურ სხივებზე ვსაუბრობთ, აქ შემოდის ანუ სხივები უახლოვდება დედამიწას, ისინი ხვდებიან ანუ დედამიწის მაგნიტურ ველში, როგორც აქ ნაჩვენები არის მთაზე არის და ну ერთ-ერთი აღმოჩენაც დაახლოებით ეგრე მოხდა, როდესაც ჰესმა აღმოაჩინა 1912 წელს ჰაერბურთით ადიოდა ზევით და ეს დეტექტორი რაც ჰქონდა უფრო მეტად რადიოაქტიული გახდა. ну იმან თავიდან ესე ვთქვათ არიცოდა ამის შესახებ, ამ ეფექტის შესახებ, თუმცა მიხვდა რომ ანუ რაღაც რადიოაქტიული დასხივების ზეგავლენის ქვეშ მოხდა ეს ისი დეტექტორი. თუ სწორად მახსოვს 1930-ში ან 1936-ში ან კოსმოსური სხივების აღმოჩენისთვის ნობელის პრემია მიენიჭა და შესაბამისად ანუ თუ ჩვენ გვინდა რომ კოსმოსური სხივები დავაფიქსიროთ, უნდა დავდგეთ ეს ანუ დავდგეთ რა დეტექტორი უნდა დავაკენოთ შემაღლებულ ადგილას. მოსავაროდ ალბათ კითხვა გაგიჩნდებათ რატო არის შუა ქალაქში, იმიტომ რომ ადრე აქ მთა იყო, მე კორპუსები იყო და მე კორპუსები დააშენეს და ის ეხლა რაც გვაქვს შედეგები მაგალითად ხო ადრე გააცილებით უფრო ინტენსიური იყო და ეხლა ნუ შენობებმა შეგვიშალა ხელი. ну ასე ვთქვათ ასევე ამ კონაზე, თუ ყველაფერი იდეალურად გვაქვს დეტექტორის შემთხვევაში და გარემოც გვიწყობს ხელს, ასევე რომ მზის გაზრდილი აქტივობის პერიოდში, როგორც აქედან ანუ ბევრი უხვი ნაკადი მოდის აქედან, ანუ მზის გაზრდილი აქტივობის პერიოდში მზეს შეუძლია რომ ასხიოს მზის ნათევები და კოლონალური მასის ამოფრქვევები, ანუ CME, რომელიც ურთიერთქმედებენ დედამიწის მაგნიტურ ველთან, როგორც გითხარით, ანუ ადამიანის ჯანმრთელობაზე მოქმედებს, სანავიგაციო სისტემებს სურევს და ასე შემდეგ. და ეხლა როგორ ხდება უშუალოდ თეორიულად და პრაქტიკულად კოსმოსური სხივების დაფიქსირება? გვაქვს ორი ვარიანტი. ну ორი მეთოდი არის უბრალოდ ეს ვთქვათ ყველაზე გავრცელებული. ერთი არის სინცილატორებით, დეტექტორი არის, სადაც ხდება მიონების დაფიქსირება და მიონები რა არის, ну ნაწილაკი არის, როდესაც ამ კოსმოსური სხივი ურთიერთქმედებს დედამიწის ატმოსფეროსთან, იქ იონიზაცია ხდება და შემდგომ გამოდის მიონები. მიონები ანუ მოდის აქ სინცილატორში, აქ ფოტოგამრავლებელი მეორე და როდესაც ამ დაჯახება ხდება ამ ორ შორის, აქ ფოტოგამრავლების მიხედვით ხდება გამრავლება. შემდგომ ნუ აი სინცილატორები დაკავშირებული არის ნუ რეგისტრატორთან, ნუ იდეაში კომპიუტერი არის ეგ და ამ კომპიუტერით ხდება უკვე დამუშავება, რაც რა ამოცანაც გვიდგას წინ. ახლა ჩვენთან აქ რაც გვაქვს ბატონთა მურის მილაკი არ არის აქ იმ დროს რო იყო მილაკი არ იყო
წაიღეთ იმ დროს რო იყო. ხო. აჰა, კი ბატონო. ხო, ნუ ხო, არა პრობლემა. ხო, უბრალოდ აქ ჩვენთან რა ხდება? ამ ლაბორატორიაში ანუ სინტილატორები გაცილებით პატარა არის, ამაზე პატარა არის და იმით შეიძლება დაფიქსირება. თუმცა აქ სინტილატორები არა გვაქვს, აქ გვაქვს ჩვენ ბორის მილაკები არის, ანუ ბორის აირი არის, სადაც რო დაეჯახება კოსმოსური სხივი იონიზაცია ხდება უკვე და შემდგომ აქ მან კოლოფები რაც არის, მან არის ესეთი ტიპის ელექტრონიკა აწყობილი, სადაც ნუ ეს პროგრამული მიკროპროცესორები და კონტროლერები გვაძლევს საშუალებას, რომ შემდგომ გადავიტანოთ, დავაფიქსიროთ ეს ყველაფერი. იმისათვის, რომ ჩვენ მივიღოთ სპექტრი ამ კოსმოსური სხივების, საჭირო არის, რომ მაღალი ძაბო გამოვიმუშაოთ დეტექტორებისთვის. აქ დაახლოებით არის 2500 ვოლტი, ამ თითოეულ ბლოკზე, 9 ცალი ბლოკი არის და შესაბამისად 9 ცალი ბორის მილაკი არის აქ შესმოამთლიან თავიდან ბოლომდე. ეხლა ამ ეტაპზე ეს ნუ ელექტრონიკა მოძველებული არის, იმიტომ რომ ძალიან დიდი ხნის წინაა გაკეთებული და ფაქტობრივად ანუ განვაახლოთ ან რაღაცა არსებული ელექტრონიკა არ გვაძლევს საშუალებას, იმიტომ რომ აქ ნუ თავის პროგრამული უზრუნველყოფა აქ მარტო ელექტრონიკა არ არის, პროგრამა არის დაწერილი და ასე შემდეგ. ამის წამკითხველები, ჩამწერები და ისინი უკვე ფაქტობრივად აღარ გამოდის და შესაბამისად ამის გადაწყობა მიმდინარეობს. მე ვარ აქტიურად ამაში ჩართული. ეხლა რა გვაქვს, რომ ეს ნაცნობი დაფა არის თუ არა თქვენთვის? ხო, აი ესეთი მილაკი არის, მადლობა ბატონ თემურ. მადლობა ბატონ თემურ, ესეთი მილაკი არის, ამაში არის, როგორც გითხარით, აირი მოთავსებული და დაჯახების შემთხვევაში იქ ხდება იონიზაცია. 9 ცალი არის ესეთი დალაგებული თითოეულ ადგილას. ხო, სად გავჩერდით? აი ეს ხო არ გეცნობათ რა არის, ანუ ელექტრონიკით ვინმე თუ ხარ დაინტერესებული. როგორ? ეს ანუ მიკროპროცესორი არის, ანუ ფაქტობრივად კომპიუტერი არის, რასაც ჩვენ ვიყენებთ, ოღონდ ნუ შეზღუდული რესურსით და ზომებით. ეს არის მგონი ინტელის ბაზაზე აწყობილი. Raspberry Pi ქვია, ან ძალიან დიდი შესაძლებლობებს გვაძლევს, მარტო ამ შემთხვევაში კი არა, ზოგადად, აი სიმპოზიუმზეც მაგალითად ერთ-ერთი პროექტი იყო გამოტანილი Raspberry-ზე. და ეს გვაძლევს ამ საშუალებას, რომ თითოეული აი არსებული, ნუ პინები ქვია ამას, ფეხები, პროგრამირებადი ფეხები არის, რომელთაც შეგვიძლია ჩვენ დავაპროგრამოთ ნებისმიერ რამე, რასაც ჩვენ გვინდა. ანუ ამისი კურსები და რაღაცები შეგიძლიათ, ანუ უფასოდაც არის YouTube-ში, ვინმე თუ დაინტერესდებით, უბრალოდ ამისი ყიდვა დაგჭირდებათ და ამ შესაბამისი სენსორების რაც გინდათ რომ გააკეთოთ ამაზე. ეხლა ჩვენთან რა არის, რომ ეხლა ამაზე რომ მოდის სხივები, ხდება რომ ანუ ოპერატორი აკეთებს, იღებს თითოეული არხიდან ინფორმაციას, ამუშავებს და მერე ტვირთავს გლობალურ სერვერზე, იმიტომ რომ ჩვენი ეს ცენტრი არის ნეიტრონების მაფიქსირებელი ცენტრი არის, ანუ რეგიონში, კავკასიაში ერთადერთი არის ეს ცენტრი, სადაც უშუალოდ ხდება მხოლოდ ნეიტრონების დეტექცია, ანუ მიონებზე არის მიონების დეტექტორები არის. თუმცა ის სინტილატორებს ეგ მინუსი აქვს, რომ ხდება მხოლოდ მიონების დეტექცია და არ ხდება მაგალითად ნეიტრონების დეტექცია. შესაბამისად აქ გვაქვს ესენი ნეიტრონები ფიქსირდება და აქ რა არის, რომ როგორც გითხარით, ანუ ოპერატორი იღებს და აგზავნის გლობალურ სერვერზე. გლობალურ სერვერზე ატვირთვის შემთხვევაში ან მსოფლიოდან შედიან ლაბორატორიები, თუნდაც კოსმოსური სხივების ლაბორატორიები, ან ასტრონომები და ასე შემდეგ, იღებენ ამ ინფორმაციას და ამუშავებენ თავიანთი ექსპერიმენტის და ამოცანის მიხედვით თუ რა უნდათ რომ გააკეთონ. ეხლა ამ მიკროპროცესორზე გადატანის უპირატესობები ისინი არის კიდევ რომ გვაძლევს ჩვენ ავტონომიურობას, ანუ ფაქტობრივად ოპერატორი აღარ დაგჭირდება რომ სათითაოდ აიღოს ანათვალი თითოეული არხიდან, გააგზავნოს და ასე შემდეგ, ანუ ეს ძალიან დიდ ნაბიჯს აძლევს ამ ელექტრონიკის კუთხით და ადამიანის რესურსის კუთხითაც.
იგივე შეგიძლიათ ანუ სხვა ისინი გააკეთოთ სენსორებს, რასაც იყიდით, მაგალითად, ავტონომიურად თქვენ თვითონ დააპროგრამოთ სხვადასხვა პროგრამულ ენებზე, რაღაც C იქნება, Python იქნება, თუ რა იქნება, ამ ხარდაჭერა ამას აქვს მაგისი. და აი სასწავლათაც დაგეხმარებათ, რომ ამ პროგრამირების და ელექტრონიკის კუთხით განვითარდეთ. მოდი ამას ცოტა მოგვიანებით დაუბრუნდები. ეს არის ანუ Young Minds თბილისის საინფორმაციო ლინკები, ან Facebook-ის ჯგუფი გვაქვს, Facebook-ის გვერდი გვაქვს, YouTube-ის არხი არის, სადაც ანუ ლექციები იდება ხოლმე რაც მიმდინარე. ბატონ თემონადარეშვილის ლექციები არის რამდენიმე ატვირთული, გვაქვს ასევე სიმპოზიუმზე გამარჯვებულები, ვინც გაიმარჯვა მათი ინტერვიუები ჩაწერილი. და ნუ მაგათი გამოცდილება არის ასევე. კითხვები ხო არა გაქვთ რაიმე? ან ლაბორატორიის შესახებ, ან კოსმოსურ სხივებზე, ან ასე შემდეგ. კონფერენციის მონაწილე ყავს 316 მეტრზე, ფინანსში მონაწილეობა და ახალ დიპლომები გამართია მონაწილის სერტიფიკატი გვაქვს. შვენიერ, ძალიან კარგი. პრეზენტაცია ჰქონდა სამყაროს აღმოჩენის შესახებ და მომსწავლემ ჩვენი სკოლიდან იყო მონაწილეობა 316 კონფერენციაში მოსწავლეთა ახალგაზრდებს. ძალიან კარგი, შვენიერი, დიდი მიღწევა არის ეგ. ჩვენი პრეზენტაცია ხომ არ დავაცნოთ ბატონ გიორგის თათიანის. კი ბატონო, არა პრობლემა არანაირი, გავეცნობი, გამიხარდება პირიქით და დავინტერესდები და რაღაც შეგვიძლია რომ მოვიწვიოთ Young Minds-ში კონფერენციის წასაკითხად. კარგი, სხვა კითხვები ხო არა გაქვთ ან რაიმე ის ხო არა? კარგი, მაშინ აი ერთ რაღაცას გეტყვით კიდე ეს აი როგორ დასაწყისში რო გითხარით აპლიკაცია არის მეთქი ესეთი. ჩვენ ანუ მე და კიდე ანუ Young Minds ფარგლებში ეს არ არის, ჩემი პირადი არის და კიდე ნუ ერთ-ერთი Young Minds-ის წევრი არის, რომელმაც დავიწყეთ ეს ვთქვათ აპლიკაციის პროგრამის აწყობა, რომელთაც დავეხმარებით მოსწავლეებს საბუნებისმეტყველო მეცნიერებების გაგებაში. ეს იქნება ფიზიკა, ქიმია, მათემატიკა, ბიოლოგია და ნუ ზოგადად საბუნებისმეტყველო მეცნიერებები. ეს არის სამგანზომილებიანი სამეცნიერო ლაბორატორია, ორი სიტყვით რო თქვა და გასაგები რო იყოს. ამ ეტაპზე გვაქვს ხოლმე ეს ორი თამაში, ერთი არის ბერკეტის თამაში და მეორე არის ხსნარების კონცენტრაცია დაახლოებით ალბათ 9 წელია რაც მუშაობთ ამასთან ამ პროექტზე. მადლობა დაგჭირდით ან თუ ითამაშეთ ამას და მეტყვით თქვენს ფიდბექს, რა მოგეწონათ, რა შეიძლება რომ შეიცვალოს და ფერები, ლოგიკა, თამაშები და ასე შემდეგ. აი ეს უბრალოდ უნდა დაასკანეროთ ეს, აი ეს CanMe რო აწერია, შეგიშვებთ საიტზე და პირდაპირ ამას გაგიხსნით აი ესეთ ინტერფეისი. პაროლი, ანუ ინტერნეტ თუ არ გაქვთ Wi-Fi-ის პაროლს გეტყვით. თუ ვერ ასკანერებთ, შეგიძლიათ ახლოს მოხვიდეთ, უბრალოდ იმ ბლოკებს არ მიედოთ. შეხვედით? კაი. აი ეს არის Wi-Fi-ის პაროლი. აი წერი. შეხვდით? საიტზე შეგიძლიათ შეხვიდეთ, ანუ ესე წერია. imagine.gr და იქ მეორე გვერდზე ანუ უნდა ასკროლოთ და იქ გამოგიჩენთ ამ თამაშს. არა, ეს საიტი არის, სადაც უნდა შეხვიდეთ. პაროლი არის ეს. აი ესაა პაროლი.
ანუ ამაზე სკოლებთან უკვე ნელა ვიწყებთ მოლაპარაკებებს, თქვენს თუ დაგაინტერესებთ, შეგვიძლია რომ ჩავერთოთ თქვენთან თანამშრომლობაში. ეხლა გქონდა მაგალითად ქართულ ამერიკულ სკოლასთან მისულები ვიყავით, ან სადემონსტრაციო გაკვეთილით ჩავატარეთ. ბავშვებით ვათამაშეთ, ჯერ ფიზიკის მასწავლებელმა ბერკეტის ამოცანა გააცნო, ზოგადად ფიზიკური პროცესი რა როგორ მიმდინარეობს ბერკეტის დროს. და ანუ შემდგომ ეს ქიმიის კონცენტრაცია არის, ნუ ცოტა შედარებით ლაიქი თამაში არის, ეს კიდე ნუ დეველოპმენტის ფაზაში არის და ეხლა კიდე ვაპირებთ რომ ანუ პირველი შეგვიძლია ანუ დამიკავშირდეთ და გაგაცნობთ ყველაფერს. დიახ. ეხლა პირველი გიმნაზია რო არის, მანდაც გვაქვს ეხლა შეხვედრა ჩანიშნული და იქაც ანალოგიური პრაქტიკა უნდა გავაკეთოთ, რომ მასწავლებელმა თეორიულად უნდა აუხსნას ეს ყველაფერი და მე უკვე მივცეთ ბავშვებს ამის ეს თქვა გატესტვის საშუალება. ნუ ამ ეტაპზე ახლა იმიტომ მინდა რომ ითამაშოთ, რომ მივიღო ინფორმაცია, რომ მოსწავლეებს მოგარგოთ ესე თქვა ამის ლოგიკები და ყველაფერი რა როგორ არის. შეგიძლიათ ანუ აი დასკანერებით თუ ვერ შედიხართ, საიტი არის Imaginary არის და აი ესეთი ინტერფეისი აქვს ამას. უიარჩანს. როგორ? კი ბატონო. ხო, აი ესეთი ინტერფეისი აქვს ამას და პირველ ამ საიდზე რო შეხოთ ეს გამოგიჩნდებათ და უნდა ჩამოწყოლოთ ქვევით. და აქედან დაგხვდებათ ეს და შეგიძლიათ ამას დააჭიროთ პირდაპირ. არა, შეგიძლიათ უბრალოდ მითხრა რა მოგეწონა და რა არა. ვინ შეხვედით მითხარით, რომ ეცოდეობა. ხო. მე ეს ნუ ხო და კიდე ანუ Young Minds-ის ჯგუფში ვინც არ ახართ, გაწევრიანდით, რომ ინფორმაციები მოგივიდეთ Facebook ჯგუფი არის YM თბილისი აწერია პირდაპირ და გვერდი არის Young Minds თბილისი არის. ბატონო, ამათ ვასწავლებიან თვალებზე, რომ ძალიან მოეწოდება. ბატონო. თუ ვერ შედიხართ რაღაცა, მოვალ დაგეხმარებით. ჩახვედი? გადაიღე რა? გადაიღე. გადაიღე თქო. აქედან მედი. დიახ. მოვალ ახლავე. დიახ, ეს არის და კი ბატონო და Young Minds თბილისი არის გვერდი თვითონ. ამ ჯგუფში დაიდება ინფორმაციები ამ საჯარო ლექციებზე რო გითხარით, იქნება მე პროგრამირება ელექტრონიკის ისინი ლექციები იქნება, კვანტური თეორია, კვანტური მექანიკის შესახებ ლექციები იქნება და ასე შემდეგ. ამიტომ კარგი იქნება რომ დაემატოთ აქ და რომ ეს ინფორმაციები მიიღოთ დროულად. და ნუ ეს არის თვითონ იმეილი Gmail-ისი Young Minds-ის, თუ რამე კითხვა გექნებათ
მოგწეროთ პირდაპირ. მან როგორი რაღაცა არის, აქ განახებთ, ჩავთავ მეც. აქ როგორი რაღაცა არის, ანუ ჩვეულებრივად ბერკეტის ამოცანა, ანუ ბერკეტი რო წარმოვიდგინოთ რა არის, რომ ამ წეკრანი რო წარმოვიდგინოთ, ჩვეულებრივად ბერკეტი არის, ანუ წონასწორობა უნდა გავანწონასწოროთ ორი სხეული, ხო? აქაც ანალოგიურად გვაქვს აქ ფიგურები არის, რაღაც რამდენიმე ეს პირობით 10 კილოიანია, ეს 5 კილოიანი და უნდა დავსვათ შესაბამის ერთეულზე აქ, რომ მე ესენი გაწონასწორდეს. აქ უნდა დავაჭიროთ შემოწმება ღილაკს და ვნახავთ, რომ ამ ადგილას თუ დავსვათ, ეს წონასწორობაში არ მოვა. აქ თავისი ზომები, დონეები აქვს, სხვადასხვა დონეები, რომ სიტყვაზე ნელ-ნელა ზევით ავდივართ, ამას მე ლიდერბორდები დაემატება და სხვადასხვა ფუნქციებიც. მეორე თამაში არის ესეთი არის. შეგიძლიათ ანუ როგორც ამაზე ან თამაშებთან დაკავშირებით პირადად მე დამიკავშირდით, ხოლო Young Banks-თან დაკავშირებით ჯგუფში ან იმეილზე მოიწერეთ, რომ გიპასუხოთ შესაბამისად. კარგით, რა ვიცი, ანუ ამით დავასრულებ მე. თუ რამე კითხვები არ აქვს, დიახ. როგორ? მათ პაკეტებად აქვს გაკეთებული არის უფასო ვერსიებიც და ფასიანი ვერსიებიც და მოლაპარაკების საფუძველზე იქნება. ეს იქნება ანუ სამივე საგანზე იქნება, ფიზიკა, ბიოლოგია, ქიმია იქნება. ვაწყობთ, ან ჯერ არა გვაქვს საბოლოოდ გაკეთებული, თუმცა გეგმა ეგეთი გვაქვს, რომ გვინდა რომ ერთი კლასი ავიღოთ და თვითონ სილაბუსის მიხედვით როგორც დალაგებული, ისე ავაწყოთ ეს ყველაფერი. ეგეც გვაქვს. დიახ. ერთი თხოვნა მექნება კიდე რომ არ დავიშალოთ რომ სურათი გადავიღოთ, ერთიანი მთლიანი სურათი გადავიღოთ.